25 ივლისს ბოლნისის კულტურის სახლში ამბროლაურის კულტურის სახლთან არსებული სახალხო ანსამბლი საგალობელი მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგა. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სიმღერები. დღეს ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლში ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო ანსამბლ საგალობლის კონცერტი გაიმართა. ანსამბლი ბოლნისელი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგა. მინდა მადლობა გადაუხადო ანსამბლის თითოეულ წევრს შესანიშნავი და დაუვიწყარი მუსიკალური საღამოსთვის. ვეცდებით შევასრულოთ ყველა კუთხის სიმღერა ბოლნისში. ვცდილობთ რომ ამის პოპულარიზაციაც მოხდეს საქართველოში, რომ არ ამ კუთხე რაც გვაქვს ჩვენი კუთხეები, არა მარტო რაჭა ეს თუნდაც იყოს სვანეთი კახეთი თუ შემდეგ ყველა კუთხეში მღეროდნენ ყველა კუთხის სიმღერას. ანსამბლმა მაყურებელი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ამოგზაურა და აზიარა ქართული მუსიკის მადლს. ხელოვნების და ტრადიციების მოყვარულმა ბოლნელებმა კი საპასუხოდ გულწრფელი ემოციით დააჯილდოვეს საპატიო სტუმრები და ანსამბლი თბილი ემოციით გააცილეს. ბოლნისი ყოველთვის იყო განთქმული და ამაყობდა ყოველთვის თავის დამოკიდებულებით ფოლკლორისადმი. აქ მრავალი ფოლკლორული ანსამბლი მოღვაწეობდა და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დღეს ასეთ დიდ კულტურულ ღონისძიებას აქვს ჩვენთან ადგილი და დავდგებით დღეს იმ რაჭული ფოლკლორის შედევრებით, რაც წარმოადგინა ანსამბლმა საგალობელმა. დიდი მადლობა მათ. ძალიან სასიამოვნოა. ნამდვილად რაჭველებს ისედაც მრავალფეროვანი კულტურა აქვთ. ეხლაც აღფრთოვანებული ვარ მათი შესრულებით და რა ვიცი, დიდად ნასიამოვნები დავჭი. საღამომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ხალხური სიმღერების უნიკალურობა და მისი როლი თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში.